იცი, ჯარედ კუშნერი და ბიბი ნეთანიაჰუ მათ ჰქონდათ ხედვა. ეს იყო შეხედე ამდენ მიწას პალესტინაში. ჩვენ თითქოს გჭირდება ყალბი ინციდენტი, რომელსაც ოქტომბრის 7 ვუწოდებთ, სადაც ჩვენ ვიქნებით ამის მთავარი ორგანიზატორები. შემდეგ კი დავიჩივლებთ, რომ მსხვერპლი ვართ და შემდეგ მთლიანად გავანადგურებთ მთელ მოსახლეობას. დაჯერება ძნელია, მაგრამ ულამაზესი. 1400 ჰექტარი, კერძო კუნძული, ხმელთაშუა ზღვის შუაგულში. ჩვენ ვიყავით მეგობრის ნავზე და გავჩერდით რაც ურაოთ. ფაქტობრივად, ასე აღმოვაჩინეთ ეს ადგილი. და შემდეგ, როგორც ტვიჩი აუნიშნე, მან ასევე გააკრიტიკა ჯარედი და ივანკა, რომლეთანაც ცოტა ხნის წინ ვივახშმეთ. ისინი ყველაზე საყვარელი ადამიანები არიან, ვისაც კი წარმოიდგენ. ანუ უბრალოდ წარმოუდგენლად ღირსეული ადამიანები არიან. კანდას ოუენსი შურს ქერა, თეთრკანიანი, წარმატებული ქალების, რადგან ასე, უფრო და უფრო უფრას. მისი პირველი სამიზნე, რა თქმა უნდა, იყო ერიკა კირკი, კანდას ოუენსის დაკარგული სიყვარულის ჩარლი კირკის ნამდვილი რჩეული. და ახლა გადაწყვიტა, რომ დროა თავად ივანკა ტრამპს დაესხას თავს. მითხარი, განაკანდას უენს არ აქვს რაღაც ფეტიში ქერათმიანი ქალების მიმართ, რომლებიც მასზე უფრო წარმატებულები არიან. მე მგონია, რომ შეიძლება კონდეს. შენთვის როგორ აღმოაჩინა მან ეს კუნძული? მოусმინე. მე ჩემს მეუღლესთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში საოცარ პროექტზე მუშაობ. ეს ძალიან მასშტაბურია. ფიქრობ, ეს ცოტა ნათქვამია. შეგიძლია ახსნა, ეს არის აქ კუნძულზე ელექტროენერგია არ არის. შენ ყველაფერს ნულიდან აშენებ. შენ ყველაფერს ნულიდან აშენებ. სწორია. ეს არის დაუჯერებლად ლამაზი. 1400 ჰექტარი კერძო კუნძული, ხმელთაშუა ზღვის შუაგულში. ჩვენ მეგობრის ნავზე ვიყავით და საცურაოდ გავჩერდით. ფაქტობრივად ესე ვიპოვეთ ეს ადგილი. მართლა მაგარია, რომ ისინი კუნძულზე პროექტს აშენებენ. ვიცი, ეს საკამათოა. ამაზე მალე ვილაპარაკებთ, მაგრამ ივანკა ძალიან ლამაზია, ზრდილობიანია. გონია, რომ მას სიტყვების სწორად წარმოთქმა შეუძლია განსხვავებით კენდაისისგან და ჩანს, რომ კენდაისმა ახალი დამნაშავე იპოვა. კუნძულებამდე მივცურეთ. ფეხში შველა ავიარეთ მთის წვერამდე და უბრალოდ მოხიბლულები ვიყავით. ეს შთაბეჭდილება მას შემდეგაც დაგვრჩა. და მრავალი წლის განმავლობაში შევქმნით შესაძლებლობა, რომ დავეხმარებინა მისი პოტენციალის რეალიზებაში და გარდაგვეცვალა იგი. მაგრამ დიდი თავშეკავებითა და სიფრთხილით, რადგან მიწა იმდენად ლამაზია, რომ არქიტექტურა სრულად უნდა იყოს მასში ინტეგრირებული. თითქოს მისგან ამოიზრდება. მე მგონია, რომ სინამდვილეში კენდაისი ეჭვიანობს, იმიტომ რომ ივანკას შეუძლია არქიტექტურის სწორად წარმოთქმა. განსხვავებით კენდაისისგან, რომელიც ამბობს არქიტექტ, ჩეკ, არქიტექტურა. ჩემთვის ბიზნესში, მიუხედავად მისი მასშტაბისა, ჩვენ გვაქვს არამხოლოდ კუნძული, არამედ 5 მილი სანაპირო ზოლი პირდაპირ კუნძულის მოპირდაპირედ. ეს ულამაზესი ნახევარკუნძული, ერთი მხრიდან ლაგუნით, მეორე მხრიდან ოკეანით, ულამაზესი თეთრი ქვიშის სანაპიროებით. ჩემთვის ეს უფრო გამოწვევა გავს ვიდრე რამე სხვას. ეს არის ჩემი მთელი გამოცდილების კულმინაცია უძრავ ქონებაში, ჩემი ყველა მოგზაურობის. ბევრი ფიქრი იმაზე თუ როგორ მინდა ვიცხოვრო, როგორ ჩემი აზრით ადამიანებს სულ უფრო მეტად სურთ ცხოვრება. და ვცდილობ შევქმნა რაღაცა ისეთი, რაც ამ ყველაფრის ხელშესახები გამოულინება. კარგი, სანამ ამაზე გადავიდოდეთ სინამდვილეში, სანამ ნახავთ როგორ რეაგირებს კენდესი, მინდა რომ დააკვირდეთ მას, რადგან ის უბრალოდ მსახიობია. როცა ივანკას სიტყვებს და სახეს ამოიღებთ და უბრალოდ დააკვირდებით, როგორ მიიღო კენდიმ ბოლო დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ნათქვამი ინფორმაცია და როგორ რეაგირებს, გულწრფელად რომ თქვა, ცოტა კომიკურადაც კი ჩანს. პირველ რიგში უბრალოდ მინდოდა მადლობა გადაგიხადოთ აქ ყოფნისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და pushback-ზე. მე მირა კეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, ან გააზიარა ეს ვიდეო და ჩართეთ შეტყობინებების ღილაკი, რათა გაიგოთ, როცა ახალ ვიდეოებს დავდებთ. მართლა მადლობელი ვარ, რომ აქ ხართ. არ ვიცი, სათმარისად ხშირად ვამბობ თუ არა, მაგრამ მართლა მადლობელი ვარ, რომ აქ ხართ. კარგი, მზად ხართ ეს ნახოთ. საკმაოდ გასართობია. კარგი. ასე რომ ის თავს აქნოს, თითქოს ამბობს, ყველაფერს სწორად ვაკეთებ, როგორც ძალიან გულწრფელად გამოიყურება, არა? Super. კენდესი ძალიან გულწრფელად გამოიყურება. გულსაც კი აგიჩუღებს. ეს ყალბი თანაგრძნობა, ყალბი რამეა. უბრალოდ ისეთი შეგრძნება თითქოს თამაშობს, რაც რა თქმა უნდა სულ ასეა, რადგან ის ყველაზე манипуლატორი მსახიობია. მოდი ვნახოთ, რა სიტყვის ამ ივანკას ამბავზე. ფიქრები იმაზე თუ როგორ მინდა ვიცხოვრო, როგორ ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეში ოსტატები არიან, ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტური ღირსება აქვთ, ისე რომ არანაირი კომპრომისი არ იქნება. და ეს არის ის, რაც ჩვენს გვინდა შევქმნათ იქ, ასე რომ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ.
მეც აღფრთოვანებული ვარ ივანკა, მართვა მიხარია თქვენთვის. როცა ვსაუბრობთ ამ არქიტექტორებზე, რომლებსაც ხედვა აქვთ და ამ ოსტატებზე, დარწმუნებული ვარ იგულისხმება ისეთი ადამიანებიც, როგორიცაა მაგალითად ჯერედ კუშნერი და ბიბი ნეთანიაჰუ. მათაც ჰქონდათ ხედვა. ეს იყო შეხედეთ მთელ ამ მიწას პალესტინაში. თითქოს გვჭირდება კალბი ინციდენტი, რომელსაც ოქტომბრის 7 ვუწოდებთ, სადაც ჩვენ ვიქნებით მისი ოსტატები. შემდეგ კი ვიტყვით, რომ მსხვერპლები ვართ და მერე მთლიანად გავანადგურებთ მთელ მოსახლეობას. მართალია ხალხს უყვარს თეთრ, ქვიშიან სანაპიროებზე ცხოვრება, იახტებიდან მეგობრებთან ერთად გადახტომა და ცურვა. მიხარია რომ მან ეს აღიარა. დარწმუნებული ვარ პალესტინელებსაც ასე ცხოვრება უნდათ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ. ამის დაგეგმას ნამდვილი ოსტატი და არქიტექტორი სჭირდებოდა, რომ წყალი მოეჭრათ, შიმშილისთვის გაეწირათ, ფაქტობრივად კონცენტრაციულ ბანაკში ჩაეკეტათ და ყველას მკვლელობა დაეშვათ, რათა ივანკა ტრამპს მეგობრის ნავზე ყოფნა შეძლებოდა. და როცა ამბობს მეგობრის ნავი, კარგი, ის ნეითან როთშილდს გულისხმობს. ეს როთშილდია. ეს უბრალოდ ვინმე არ არის. ეს ისეთივეა, როგორც სამყაროს შემქმნელთა ოჯახი. შენ ამჩნევ როგორ ამბობს ამას ისე, თითქოს ეს უბრალოდ იცოდა, თითქოს არ ჩაუტარებია უამრავი გამოკვლევა ამის გასაგებად. მე უბრალოდ ვიფიქრე, რა თქმა უნდა, მე ვიცნობ ივანკას ყველა მეგობარს, რადგან თითქოს მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, იმიტომ რომ მას შურს. ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ივანკას ალბანეთში მიმდინარე სამშენებლო პროექტზე ისაუბროს, რომლითაც ამაყობს და რომელსაც აშენებს და რომელიც საკამათოა, კი მესმის, ხალხს არ მოსწონს მისი დეტალები. და ამასაც ვიგებ. ვიგებ, რომ ადამიანებს შეიძლება არ მოსწონთ, როცა ძალიან დიდარი ადამიანები მიდიან მიწის ნაკვეთზე და ფიქრობენ, მოდი ეს ავაშენოთ და კიდევ უფრო გავმდიდრდეთ. განსაკუთრებით მაშინ თუ შესაძლოა, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ასე ვნახე ინტერნეტში, იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი ამას არ დათანხმებიან. კარგი, ეს სხვა დროისთვის დავტოვოთ. მაგრამ ხედავ, როგორ წარმოუდგენლად სწრაფად იღებს ის ერთ ისტორიას, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ისრაელთან. არაფერი. და ის ამ ყველაფერს ბენიამინ ნეთანიაჰუზე ამახვილებს. შეიძლება ის თეთრკანიან კაცებზეა შურიანი. შეიძლება ეგეც იყოს. შეიძლება ის შურიანია ნებისმიერი თეთრი ადამიანის მიმართ, ვისაც ძალაუფლება ან ფული აქვს. შეიძლება ეგაა მისი პრობლემა. შეიძლება ის შურიანია ნეთანიაჰუსზე, შურიანია ტრამპზე, შურიანია ივანკაზე და შურიანია ერიკაზე. მაგრამ მან პირდაპირ მოახერხა ალბანეთში ერთი ქალის სამშენებლო პროექტი აეღო და ეს მტკიცებულებად გადააქცია იმისა, რაც ხდება. ხმეთო ეს უბრალოდ იმდენად აბსურდულია და იმდენად არარეალური. მაგრამ ამ ეტაპზე სხვა რას უნდა ველოდოთ? არა, ვერაფერს. ეს ხო კენდისია. ყოველთვის არარეალურია, ყოველთვის გიჟურია. მოდი ვნახოთ რა სიტყვის დეივ რუბინი. არ ვიცი რატო იმ დილით ზუსტად რა იყო, არ ვიცი. უბრალოდ ვიფიქრე, იცი რა, ეს ბოლო რაღაც რაც თავში მიტრიალებს და ვიცი რომ სიმართლეა, რომ ის და მისი ქმარი იმ საღამოს ჩვენთან ვახშმობდნენ. ჩვენ მოვამზადეთ ის ქათმის პარმეზანი, რომელსაც ყოველთვის გთხოვდა მისთვის გაგვეკეთებინა. და 1 საათის განმავლობაში ის ბრაზობდა და ყვიროდა, როგორი საშინელია ჩარლი, რომ საკუთარი პრინციპები გაკიდა, არაფერს არ უჯერებს. და როგორც Twitch-ში აღნიშნე, მან ასევე გააკრიტიკა ჯარედი და ივანკა, რომლებთანაც ცოტა ხნის წინ ვივახშმეთ და რომლებიც ყველაზე საყვარელი ადამიანები არიან, ვისაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ანუ, აი ასე. ისინი წარმოუდგენლად ღირსეული ადამიანები არიან და სწორედ ამიტომ დამამახსოვრდა ეს ასე ძალიან. ვფიქრობდი, ვაუ, ცოტა გასაკვირია რომ ასე უტევს ჩარლის. და ეხლა კიდე, შენ უტევ ორ ადამიანს, ვისთანაც ეხლა ხან ვივახშმე და რომლებიც შეუძლებელია რომელია რომ უფრო კეთილები იყვნენ. უბრალოდ ესე, როცა ამ თამაში ხარ, ერთ-ერთი რამ რაც ხდება ისაა რომ ამ ადამიანებს პირადად იცნობ და მე ხედავ როგორ განსხვავდება მათი საჯარო ქცევა. და მე ხო იცი, გინდა სულ ყველას და ყველაფერს ეჩხუბო. ვცდილობ ასე არ მოვიქცე. მართლა ვცდილობ რომ ამ ყველაფერზე მაღლა ვიდგე და დარწმუნებული ვარ ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებ. ამ ნაწილსაც იქ დავდებდი. უბრალოდ ვამბობ ამას. რაც არის. გარწმუნებ ეს სიმართლეა. და ხალხს შეუძლია, ხო იცი, შეამოწმოს ჩემი წარსული იმაში, რომ ყოველთვის იმას ვეუბნები ხალხს, რასაც მართლა სიმართლედ მივიჩნევ. და ეგ არის. შემიძლია უბრალოდ თქვა, რომ დეივ რუბინი პირადად ძალიან კარგად ვიცნობ. ის ჩემი კარგი მეგობარია და ჩემი მენტორია. და არ არსებობს ადამიანი, რომელიც ონლაინ სივრცეში კულისებს მიღმა, უფრო მეტად ასახავს საკუთარ თავს ვიდრე დეივი. პირდაპირ რომ თქვა, რასაც ხედავ, ზუსტად ის არის. სასიამოვნო, კეთილი, მხიარული, ჭკვიანი, ადვილად მოსაუბრე, კომუნიკაბელური, მართლაც განსაკუთრებული ადამიანი. და შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ იმ კონტენტიდან, რაც ვნახეთ კენდაისის შესახებ, რომელიც ონლაინ სივრცეში აბსოლუტურად ბოროტი და манипуляტორი ადამიანია, უბრალოდ არ არსებობს შანსი, რომ ეს ქალი კულისებს მიღმა სხვანაირი იყოს. უბრალოდ შეუძლებელია. მგონია, რომ მიუხედავად იმისა, დიახ, ჩვენ გვჯერა, რომ ის მსახიობია და ონლაინში манипуლირებს, ეს არის ის, ვინც სინამდვილეშია. ეს არის მისი არსი. სწორედ აქედან მოდის მისი ქარიზმა, რადგან ეს თითქმის გამადის, თითქმის გამადიდებელია და უბრალოდ უხამსობაა. და ის ფაქტი, რომ ხალხს უბრალოდ არ სჯერა, რომ ვინმე დედამიწაზე ასე მოიქცეო და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ფაქტებითაა გადამოწმებული, მას უბრალოდ არ აინტერესებს.
ის პირდაპირ ყველაზე მტკივნეულ ადგილას ურტყამს. ცდილობს გაანადგუროს ადამიანების ცხოვრება ყველანაირი გზით, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს, როცა ეს ცოტათი უკეთესად აგრძნობინებს თავს თავისი შურის გამო. როგორც არ უნდა იყოს, თქვით, რომ ივანკა ტრამპის თემაზე ცოტას ვილაპარაკებდით. ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი აშენებენ ლუქს კლასის კურორტს ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაცულ ლაგუნასთან ახლოს. მომიტინგეები მივიდნენ. კერძო დაცვამ ერთ-ერთი მათგანი ძალით გაიყვანა. პოლიცია უყურებდა და არაფერი გააკეთა. ლილაკი ამას ეროვნულ ღალატს უწოდებდა. საჯარო ალბანური მიწა უცხოელ დეველოპერებს გადაეცათ ნებართვებით. არავის მისცეს უფლება გაეკონტროლებინა ეს პროცესი. კუშნერების ოჯახს ნიჭი აქვს იპოვოს უძრავი ქონება პოლიტიკისა და სკანდალის გადაკვეთის წერტილში. ალბანეთი ახლა იწყებს ნერვიულობას. მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანს ხშირად უყვარს დრამატულად გადაჭარბება სხვადასხვა საკითხებზე და არ ვეთანხმები, რომ ეს ნამდვილად ასე ხდება. შეიძლება ხალხი მართლა აპროტესტებს ამას. რაც მე ვიცი და როგორც მე მესმის, როცა უძრავ ქონებაში მაღალი დონის ლუქს კლასის რაღაცას შემოიტან, ეს ყველაფრის ღირებულება ზრდის და საბოლოოდ ხალხი კმაყოფილი დარჩება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ როგორც ივანკამ თქვა, ისინი მართლა ძალიან ცდილობენ ფრთხილად მოიქცნენ. ისინი ნამდვილად ცდილობენ ძალიან ფრთხილად მოიკიდონ მიწის დაცვას და შენარჩუნებას, რადგან ეს არის ის, რისიც მათ სჯერათ. ასე რომ ვფიქრობ, ეს შეიძლება მართლაც საინტერესო პროექტი იყოს. მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა იმასთან, რომ ხალხს აღიზიანებს და აბრაზებს ის ფაქტი, რომ დიდარი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან. მესმის ეს. ეს მართლაც გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს მათი უფლებაა. თუ ძალიან ბევრს იმუშავებ, ბევრი ფული იშოვა, ძალიან წარმატებული გახდი და სწორი გადაწყვეტილები მიდაწყვეტილებები მიიღე, მაშინ შეძლებ ისეთი რაღაცების გაკეთებას, რასაც სხვა ადამიანები, რომლებიც არც ისე მდიდრები და არც ისე წარმატებულები არიან, ვერ შეძლებენ. ეს არის ის ნაწილი, რის გამოც ხალხს უნდა იყოს მდიდარი და წარმატებული. სხვათა ეხლა ვიმედოვნოთ, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში დვილეში არ არიან ძალიან გაბრაზებულები ამაზე. თუ არიან, მაშინ იმედი მაქვს ჯარედმა და ივანკამ მოусმინონ და ნახონ, რის გამო არიან ისინი გაღიზიანებულები. ვიმედოვნოთ, რომ ეს მართლაც მოუტანს მათ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ კეთილდღეობას. იქნება მათთვის კარგი და დებითი კუთხით უფრო ცნობადებს გახდის, ვიდრე ადრე იყვნენ. და თუ არა, მაშინ ალბათ ივანკასა და ჯარედს მოუწევთ ამასთან გამკლავება. ეს ნამდვილად ჩემი პრობლემა არ არის. ჩემი პრობლემა ისაა, რომ კენდესი ეჩვიანობს პატარა თეთრკანიან გოგონებზე, რომლებიც მასზე უფრო ლამაზები არიან, მასზე უფრო ქარიზმატულები, მასზე უფრო წარმატებულები და მასზე უკეთ შეუძლიათ კარგი ქმრების არჩევა. და ეს მისთვის რთულია. ამიტომაც უტევს მათ. ასე რომ, ეს ნამდვილად არ უკავშირდება მისი არგუმენტების არსს. არასდროს უკავშირდება. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ამ გოგოს ემოციური რეალობის პრობლემა აქვს. მადლობა ყურადღებისთვის.